მოგესალმებით, თქვენ წინაშეა ტელეკომპანია STV და მისი წამყვანი ნატალია. და მე გახლავართ ასევე სტუმართან ერთად ბატონი ნიკოლო ზონიკაძე, რომელსაც წარგიდგენთ ახლა დღევანდელი ჩვენი თემა იქნება ქართული ავტოსპორტი. და თუ რატომ ეს ადამიანი, ვიტყვი იმიტომ რომ ესე იგი ეს ადამიანი გახლავთ ინტერნეტ გამოცემა კარპორტალის დამფუძნებელი და ასევე გასულ სეზონზე მიჰყავდა პირდაპირ ტრანსლაციები რუსთავის ავტოდრომიდან. გაგვეცანით ბატონო ნიკოლოს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. პირველად ვარ თქვენ ეთერში, თქვენ სტუდიაში და მოხარული ვარ, რომ სტუდენტური არხი ესეთი შემართებით მუშაობს და რაც თავარია ჩემთვის, დაინტერესებული ხართ საჭიროებო საკითხებით, რაც ავტოსპორტს ეხება. რა შეიძლება ითქვას, 2 სიტყვით გეტყვით, რაც წარმოადგენს კარპორტალი, ეს არის ინტერნეტ გამოცემა, მე და ჩემი თანამოაზრეები საინტერესო სტატიებს მსოფლიო მოტორსპორტიდან ვაქვეყნებთ ამ ინტერნეტ პორტალზე. აქ სრულ შეუძლია ნახოს საინტერესო სტატიები, ფოტომასალა, ვიდეო მასალა და ასე შემდეგ, რაც საერთოდ შეეხება ავტომოტოსპორტს. საიტია თუ ხო, საიტი არა, რა თქმა უნდა, საიტია, ვებგვერდია და აქ თავისი Facebook გვერდი. ანუ ორივე სოციალურ ქსელშიც არის და ასევე ინტერნეტ გამოცემა. ნუ გარდა ამისა, პორტალ კი, carportal.g, ანუ როგორც გესმით, მარტივად. გარდა ამისა, ავტორიზებული სერვის ცენტრი გვაქვს GKS ქუჩაზე, ეს ავტომოყვარულებს ალბათ დაინტერესებთ. მაღალხარისხიანი ზეთის სავახორციელებ სერვისი და სათადარიგო ნაწილებით. ესე თქვა მენი სერვის ცენტრია, რომელიც რაღაც ექსპრეს რეჟიმში მუშაობს, ანუ მაღალი გამტარიანობით სწრაფად კეთდება სერვისი. ეს რაც შეეხება კარპორტალს და ნუ ეხლა ნელა-ნელა ფეხს ვიდგავთ და ალბათ შემოდგომაზე უკვე მეორე ფილიალს გავხსნით. ეს რაც შეეხება უკვე უშუალოდ ესე თქვათ ბაზარზე მუშაობას ახლა. აქ ახსენეთ რომ ტრანსლაცია მიყვადა, კი მქონდა ეგ ბედნიერება, წინა სეზონი პირდაპირ ეთერში მომიწია თითქმის ნახევარი სეზონის ტრანსლირება, ნუ ნაწილი როგორც ხერხდებოდა საზოგადოებრივ უწყებელზე ხორციელდებოდა ეს ყველაფერი და ავტომოყვარულებისთვის ნაცნობი სახე ხართ. კი, ხო და ბევრი მცნობს და მიხარია ეს მე ამაყება კიდეც, იმიტომ რომ ჯერ ისეთი ავტოსპორტის ტრანსლირება ძალიან დიდი პაუზა იყო. ერთადერთი შემაფერხებელი ის იყო, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ იყო, არ ტარდებოდა აკადემიური გაგებით რბოლები და ნუ რახანეს უკვე წამოიწყეს, მართლა ბედნიერი ვიყავი, რომ საზოგადოებრივ აღზრდა წამოიდგენთ პირველ აღზრდა ტრანსლირება, ეს არც თუ ისე ადვილია. ადვილია, მით უმეტეს დებიუტი იყო ჩემი წინა სეზონი. ნუ მეტნაკლებად გავართვი თავი და ნუ მოხარული ვარ. ეხლაც ინტენსიური კავშირი მაქვს რუსთავის ავტოდრომის ხელმძღვანელობასთან, მენეჯმენტთან. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს თვითონ ავტოდრომის სულის ჩამდგმელთან და ამ ყველაფერი გამხორციელებელთან ბატონშოთა აფხაზავასთან, მარკეტინგის ჯგუფთან, ახალ მენეჯმენტთან, მბრბოლებთან თავისთავად ახლა. იმიტომ რომ ნუ არაერთი საინტერესო საუბარი გქონია და არაერთი საინტერესო თემაზე გვისაუბრია. და მიხარია რომ ფაქტიურად შაშანდელი წელი იყო, ესე ვთქვათ, რაღაც ახალის მომტანი ქართულ ავტოსპორტში, იმიტომ რომ ადრე თუ დაუშვათ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რაღაც დიდი პაუზა იყო, ფაქტურად იყო სამოყვარულო ავტოსპორტი. იყო 2000-ში, 1999-ში, 2000 წლების პირველ დეკადაში კიდე იყო რაღაცა გამოცოცხლება, საერთაშორისო რბოლებიც ჩატარდა, რალში მაგალითად ევროპის ერთ-ერთი ეტაპი იყო. საკმაოდ გამოცდილი რბოლები იყვნენ, მახსოვს ახლა მაშინ უსპენსკი იყო, პროხოროვი იყო ჩამოსული, მაგრამ იმის მერე ავტოდრომა ფაქტიურად კლასიკური სახე დაკარგა და ნუ ქართველებს და საქართველოს ხვდა წილად ის ბედნიერება, რომ გამოჩნდა ესეთი ენთუზიასტი, თვითონაც პროფესიონალი რბოლი, თავარია ინჟინერი, კონსტრუქტორი, სარბოლო მანქანები, შოთა აფხაზავა და მისი გუნდი განახორციელეს ამ ავტოდრომის რესტრუქტურირება, საკმაოდ მაღალი ხარისხის ავტოდრომი მივიღეთ. FIA-ს რეკომენდაციით, ანუ FIA-მ გრეიდორის სტატუსი მიცა, ეს ნიშნავს ყველა სარბოლო დისციპლინა მინუს ფორმულა 1.
ეს წარმოიდგინეთ რაღაცა, ფორმულა ხო, ფორმულა 1 შეიძლება ვон სატესტო რეჟიმში. იმიტომ რომ იქ შორს აგვიყვანს სისტემა, იქ ინფრასტრუქტურა უნდა იყოს გაშლილი და ტრიბუნების რაოდენობა და ასე შემდეგ. ანუ ეს მარტო ავტოდრომს არ ეხება, ეს უფრო სოციალური მომენტია. მაყურებელს მინდა შევახსენო, ვინც ამ თემით არის დაინტერესებული, რომ დარეკონ ნომერზე 295-33-07 და შეგიძლიათ დაგვისვათ კითხვები. და შეგიძლიათ ასევე გამოაგზავნოთ SMS-ი 9-33-40-ზე და 9-33-41-ზე, ასევე 9-55-00-ზე. დარეკეთ, იაქტიურეთ და დაგვისვით კითხვები. და დაგიბრუნდებით ისევ თქვენ, ზოგადად რომ ვისაუბროთ, ჯერ თქვათ რა პრობლემებია ქართულ სპორტში დღეისათვის. პრობლემები ქართულ ავტოსპორტს ერთია რომ გამართული ინფრასტრუქტურა შეიქმნა. ეს მართლა ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. მაგრამ ხა მეორეა, რამდენად ადეკვატურად არის დაინტერესებული პირები ჩართული ამ ავტოსპორტში. საშუალება მაინც მიეცათ იმის რომ პროფესიონალური. ჯერ ეს ერთი მოხარული ვარ იმითი და მიხარია რომ მარტო არა ვარ ამ იდეაში, რომ ქუჩიდან გადაინაცვლა ამ სამოყვარულო ავტოსპორტმა, იმიტომ რომ ამას კარგი არაფერი მოუტანია და ფატალური შემთხვევებითაც დამთავრებულა, გადაინაცვლა დაინტერესებულმა პირებმა, მოყვარულმა მრბოლებმა, ბევრი პროფესიონალი მრბოლი გახდა რუსთავის ავტოდრომზე. ეს ძალიან დიდი მოვლენა იყო, ახლა თანამედროვე ქართულ სპორტში და მეორე ის რომ გამართული ინფრასტრუქტურა. პრობლემას რაც შეეხება, ერთადერთი ის არის რომ მიუხედავად იმისა, რომ მეტნაკლებად საერთაშორისო ფასებით, ტარიფებით ხელმისაწვდომია ეს სპორტი. ანუ მე რას გულისხმობ, დაინტერესებულ პირს ან გუნდს შეუძლია დავუშვათ რაღაც გარკვეულ თანხად შეიძინოს ან არენდით აიღოს სპორტული ავტომობილი, ეს ფორმულის კატეგორიის იქნება თუ ტურინგ კლასი. ბოლოს მეც რო ვიყავი რუსთავში, იყო ის სიტუაცია, რომ რაც მე ვნახე, რომ ბევრი პროფესიონალი ავტომობილელი ვერ გამოდიოდა, იმიტომ რომ არ ყავდა სპონსორი. კი, აი, ხო და ზუსტად მაგითკენ მივდივარ. იშვიათია რომ მაგალითად მსოფლიო ავტოსპორტში პიროვნებები თვითონ ქმნიდნენ გუნდს, ან ესე სამოყვარულო დონეზე იძენდნენ ავტომობილს და ესე პირადად ასპარეზობდნენ. ნუ გამონაკლისია, ნუ ეხლა თუ ძველი ისტორიიდან დავიწყეთ, ეხლა ნუ სტივ მაკვინი და პოლ ნიუმენი და ასე შემდეგ. ანუ აი შემდგარი პიროვნებები, რომელსაც არაერთი ასე ვთქვათ, მილიონი დოლარი ქონდა და ქონდათ აძლევდნენ თავის თავს ფუფუნების უფლებას, რომ შეეძინათ სპორტკარი და მე ერბოლო და ასე შემდეგ. ანუ სოფლიოში ავტოსპორტი ვითარდება იმით, რომ არიან გუნდები, ყავთ სპონსორები, შემდეგ ირაობენ პილოტებს და ნუ მე ურთიერთ თანამშრომლობის საფუძველზე ვითარდება ავტოსპორტი. სამწუხაროდ ჩვენთან ახლა სპონსორებიც პასიურობენ, ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ სულ ერთი წელია, როგორც თქვით, ახლა ნუ ერთი სრული სეზონი ჩაიარა. პლუს სადაზღვევო ბაზარიც ცოტა ფრთხილობს ავტოსპორტმენების დაზღვევას. თქვენ მოგეხსენებათ, იმიტომ რომ თქვენ თვითონ ჩართული ხართ ამ საქმეში და აი ეს რიგი გარემოებები ხელს უშლის დიდი ტემპებით ამ ყველაფერს და იმიტომ გავხდით ჩვენ მოწმენი იმისა, რომ მაგალითად საქართველოს ჩემპიონატი დატოვა, ნუ მე ერთ მაგალითს ვიტყვი, Gulf Racing-მა და ნუ წარმოიდგინეთ შაშანდელი ჩემპიონები დღეს ფაქტობრივად არ გამოდიოდნენ. ნუ ეს ეხება ნიკა ადეიშვილს და ეხება ლაშა ჭანტურიას, ერთი ფორმულისტია, მეორე ლეგენდ კარი. გიორგი ბეჟიტაშვილი საქართველოს ჩემპიონი ლეგენდ კარშიც ისიც ესე ვთქვათ ესე ვთქვათ დაუსაქმებელი ავტოსპორტში, მაგრამ ნუ ეს ბაზარია. ბაზარი არეგულირებს ავტოსპორტს, საბაზრო ეკონომიკა არეგულირებს ავტოსპორტს, როგორც სხვა ყველაფერს. მაგრამ მე უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ წელს თუ არა მომავალ წელს, ან შემდგომ წლებში გააქტიურდება უკვე სადაზღვევო ბაზარი ერთი და სასპონსორო ბიზნესი. მე რომ მანქანას ვაზღვევდი, თვითონ დაზღვევამ ჩამისვა ერთ-ერთ პირობად, რომ მანქანის ზიანი არ ანაზღაურდება იმ დროს, როცა თუ შეჯიბრებაში მიიღებს მანქანა მონაწილეობას. წარმოიდგინეთ ახლა თვითონ მიდგომა როგორია, თუ სარბოლო მანქანა არ დაიზღვა რბოლისთვის, აბა ახლა სარბოლო მანქანით ქუჩაში წარმოგიდგენიათ, ამდენად ისე ნონსენსია ეს რაღაც იურიდიული, მაგრამ ნუ ალბათ კიდევ ამას დრო უნდა და კულტურა უნდა გაიზარდოს რა, უნდა ამაყდეს ესე ვთქვათ. მაყურებელს კიდევ შევახსენებ ტელეფონის ნომერს, რომელზეც შეგიძლიათ დარეკოთ და დაგვისვათ კითხვები, ეს არის 295-33-07 და გამოაგზავნოთ SMS-ი 9-33-40-ზე და 9-33-41-ზე.
და მინდა დაგისვათ კითხვა, ანუ სანახაობრივად რომელი შეჯიბრი უფრო აზარტულია და რომელი უფრო ჩაითრევს მაყურებელს ისე ვინც არ არის. მაგალითად შაშანდელი სეზონიდან გამომდინარე ყველაზე დიდი აუდიტორია, ესე ვთქვათ, თუ დავყოფთ, ჩემი აზრით ჰქონდა ლეგენდკარს. ანუ ლეგენდებს ესე ვთქვათ, ესეც შოთა აფხაზავას პირადი დამსახურება, იმიტომ რომ ტურინგ კლასი, ანუ ძარული კატეგორია ყველასთვის ცნობილი იყო, იმიტომ ფაქტობრივად ქართული ავტოსპორტი განვითარდა ტურინგით, ფორმულა მეტნაკლებად ყველასთვის ცნობილი იყო, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული და ავტოსპორტის მოყვარულებმა ისიც იციან, ჯერ მარტო ფორმულა 1-ით ხვდებიან თუ რას ნიშნავს ეს ღია ძარის მქონე სპორტული ბოლიდი, მაგრამ ლეგენდა ნამდვილად აღმოჩენა იყო, არ დაგიმალავდა ჩემთვისაც, იმიტომ რომ სულ რაღაც 2-3 კი ბატონო 2-3 ფოტო მქონდა ნანახი და აი ლეგენდა უკვე მართლა ახალი კულტურა იყო, თან მნიშვნელოვანიც რა არის, რომ არის მონოკლასი, ძალიან გათანაბრებულია მრბოლთა, როგორ გითხრათ, შესაძლებლობები, ფაქტიურად ყველა თანაბარ პირობაშია და შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ და მხოლოდ მრბოლების როგორ გითხრათ, კვალიფიკაციაზე და მათ ოსტატობაზე არის ამა თუ იმ სპორტსმენის წარმატება. აქედან გამომდინარე, ლეგენდკარი მე მგონი დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას და მე ვფიქრობ, რომ ალბათ წელსაც და მომავალ წელსაც უკვე ლეგენდკარი კვლავ იქნება, როგორ ვთქვათ, იდომინირებს ამ სამ კატეგორიაში, ამ სამ დისციპლინაში. მოკლედ ალბათ მაყურებელს აინტერესებს და ვეტყვი თუ საიდან წარმოვიდა ეს ყველაფერი, ეს არის წმინდა წყლის ამერიკული კულტურა. ეს იყო აი ნასკარის რეპლიკებია, რაღაც პროტოტიპები შეიძლება დავარქვათ. 30-იანი 40-იანი წლების ავტომობილები, რომლებიც გამოდიოდნენ სრულ კატეგორიაში, დისციპლინაში. შემდეგ 90-იანი წლების დამდეგს უკვე ინიციატორები გამოჩნდა საბედნიეროდ, რომლებმაც ფაქტიურად ეს 40-იანი წლების ბოლიდები, ესე ვთქვათ, სტოკკარები, გააკეთეს მათი რეპლიკა, ანუ მასშტაბებში დააპატარავეს, იერსახე შეუნარჩუნეს, თუმცა ეს წმინდა წყლის მულიაჟია, იმიტომ რომ ვინც ლეგენდკარი ნახა, შიგნიდან აშკარად ის არის, მშრალი ბოლიდია. და მოკლედ შეიქმნა ეს კარი, რახან ეს ლეგენდას უკავშირდებოდა, ანუ ზუსტად იმ 30-იანი 40 წლების რბოლებს და იქ ძალიან მრავალი სპორტსმენი იყო, რომელიც ისტორიაში შევიდა ნასკარის. შესაბამისად ამ დისციპლინასაც დაერქვა ლეგენდკარი, ანუ ლეგენდი და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ საქართველოს ავტოსპორტის ბაზარზე, სასპორტო ბაზარზე მე ვთვლი, ჩემი სუბიექტური აზრი, მაგრამ ბევრი მეთანხმება, რომ რჩება ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ და ყურებად დისციპლინად. ალბათ ეს განპირობებულია იმით, რომ ჯერ ესეთი მართლა საუცხოო ავტომობილებია, მერე საკმაოდ დინამიურია და რაც თავარია, მაქსიმალურად გათანაბრებულია მონაწილეთა ტექნიკური აღჭურვილობა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შედეგი არის მხოლოდ სპორტსმენის კვალიფიკაციაზე და მის ოსტატობაზე. ახლა ვნახავთ ვიდეო კადრებს, რაც კარგი იქნება იქ უფრო ნათლად აღვიქვათ. კი, ნამდვილად კადრში გამოჩნდება ახლა, რომ რამდენად ერთგვაროვანია ეს ავტომობილები, მაგრამ ამავდროულად განსხვავებული. ჯერ მარტო მათი შეფერილობით, მათი ესე ვთქვათ დიზაინით, ექსტერიერით, როგორც გითხარით, ახლა შიდა აღჭურვილობა არის ფაქტიურად მონოკლასია ეს და დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ ამას შოუს ელემენტი აქვს და აქედან გამომდინარე ძალიან განსხვავებული და ძალიან ლამაზი სანახაობა იქნება. კი, აბა გავუშვათ ვიდეო, რომელიც ბატონმა ნიკოლოზმა მოგვეწოდა. კი, აი ეს შევახსენებ მაყურებლებს, რომ ეს არის ლას-ვეგასში ერთ-ერთი ეტაპი ჩატარდა. საკმაოდ მრავალრიცხოვანი ბრძოლა არის ლეგენდაში, ანუ აი თვითონ შეგაფაზავა ქართული დროში დასწავლებული ეს ლას-ვეგასი ბრძოლა, ეს უკვე რუსი პილოტები არის სამწმოლარი გამოჩნდა. და აი წარმოიდგინეთ პელეტონი რიგ შემთხვევაში შეადგენს ხოლმე
20-30 მანქანას, უფრო მეცაც, იმიტომ რომ ფაქტიურად ეხა წინა ჩემპიონატში თითქმის აი შეხედეთ რამდენია და ნუ კიდევ კი, თვითონ აფხაზავა არაერთ გზის გამარჯვებულია, თვითონ ლას-ვეგასის რბოლა აქ ეს საპრიზო მოგებული და აქ ვიხილავთ კიდეც მას პოდიუმზე და რაც თავარია შამპანიური შეფებები დამახასიათებელი განუყოფელი ნაწილია უბრალოდ დიდი ავტოსპორტის და აი სანახაობრივად ძალიან დატვირთულია, აი ხედავთ ხდება ავარიებიც, ანუ ჭარბად არის და ნუ მოკლედ მაყურებელი არ იწყენს დამერწმუნეთ ეს ვინც რუსთავში იხილა ისიც დარწმუნდა და ვისაც არ უხილავს მე ურჩევ რომ მაგალითად აი ზუსტად ამ შაბათკვირებს ემთხვევა ამ უქმეებს და მოუწოდებ რომ ჩავიდნენ და ნახონ და ნამდვილად დატკბებიან ახლა ვინც ავტოსპორტის გურმანია ახლა 22-ზე სამში კი ამ შაბათკვირას არის კი საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპია ასე რომ ძალიან კარგი იქნება თუ ჩავლენ ნახავენ სამ დისციპლინაში იქნება ისე რბოლა ანუ ტურინგ კლასი ტური კლასი არის გაყოფილი მონოკლასა და არის GT კლასი, შემდეგ იქნება ფორმულა ალფა და რა თქმა უნდა იხილავენ ლეგენდებსაც. აი ზუსტად კარგია რომ ეს კადრები გამოდის, ანუ ბატალიებიც კარგად ჩანს, ვისაც არ უხილავს წინა სეზონში ტელეტრანსლაციები, რაღაც საერთო წარმოდგენა შეექმნებათ ამაზე და ძალიან კარგია რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს დისციპლინა საქართველოში დამკვიდრდა. თუმცა უჭირს, იმიტომ რომ როგორც ახსენე, ყველას მაინც არ შეუძლია ამ ბოლიდის ესე პიროვნულად შეძენა და მე მაგალითად მოუწოდებდი დაინტერესებულ პირებს, რომ რაღაცა სასპონსორო პროექტები, პროგრამები განახორციელონ, რომ ფაქტიურად ავტოსპორტი რო განვითარდეს. აი, რაზეც გეუბნებოდით, გამარჯვებულია და ბატონიშოთა და ასე ხო დააჯილდები, მე მგონი დაჯილდოების კადრებიც უნდა ჩანდეს. აქედან გამომდინარე, აი რაც ვახსენე, აქედან გამომდინარე, მე იმედი მაქვს, რომ ლეგენდკარი მაინც მოიკიდებს ფეხს და სპონსორების მხარდაჭერით არაერთი სერიოზული გუნდი ჩამოყალიბდება. და ზარია ეთერში. გისმენთ? ისმის შეიძლება. დიახ, ისმის. გამარჯობათ. გამარჯობა. გამარჯობა. რაც შეეხება დრიფტის ტურნირებს, როდის იგეგმება უახლოეს მომავალში? დიახ. გულისხმობ ფართო მასშტაბიან დრიფტის ტურნირებს. მაშინ გეტყვით, რომ მაგ საკითხზე გადაცემის მეორე ნაწილში მეყოლება სტუმარი და უფრო კონკრეტულად გიპასუხებთ მაგასთან დაკავშირებით და დაუსვამ კითხვას და თუ დარჩებით ჩვენთან ერთად აუცილებლად მიიღებთ მაგ კითხვაზე პასუხს. მე როგორც ვიცი, მეც მწირი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ვიცი რომ დრიფტი როგორც სპორტული დისციპლინა ყალიბდება და მოხარული ვიქნება, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია, დიდი ავტოსპორტის. თავიდან ალბათ შოუ უფრო იყო, მაგრამ ეხლა საკმაოდ კვალიფიცირებული ახალგაზრდები მოდიან და ეს იაპონიიდან იღებს სათავეს და რაღაცა ეგრეთ წოდებული ქუჩური თუ სამოყვავილო რბოლები წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და მე როგორც ვიცი, მე მგონი მსოფლიო საავტომობილო ფედერაციის ეგიდითაც უკვე სანახაობრივათაც საკმაოდ ლამაზია. მათი ეგიდით უკვე არსებობენ და ეს კარგია, მისასალმებელია და ეხლა რა ხმსმენელი დაინტერესებული ამით, ესე იგი უკვე პოტენციურად აუდიტორია წავს, ასე რომ მე მოხარული ვარ. ალბათ რუსთავის ავტოდრომზე იქნება არის იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და პრინციპში ამოვწურეთ სასაუბრო თემა თუ გაქვთ კიდევ რამე? მე ერთ დავამატებდი რაღაც რეზუმეთ ჩვენი საუბრისა, რომ ძალიან დიდი საქმე გაკეთდა და ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს გააჩნია საერთაშორისო დონის ავტოდრომი, სადაც წელს თუ არა, მომავალ წელს და ყოველ მომდევნო წელს გაიმართება უფრო და უფრო მაღალი ხარისხისა და პროფესიული რანგით მაღალი რბოლები და ერთადერთია რომ მოუწოდებ რომ ამ შაბათკვირასაც ჩამოვიდნენ და ყოველ მომდევნო ეტაპზე. წარმატებები მფრბოლელებს და თქვენ ძალიან დიდი მადლობა რომ
იყავით ჩვენი სტუმარი, გახდათ ნიკოლო ზონიკაძე, ინტერნეტ გამოცემა კარ პორტალის დამფუძნებელი, შეგახსენებთ ისევ და ისევ. და ეთერში რეკლამის დროა. და ისევ ალბათ კარგად დაგიბრუნდებით. ზანდებოდით.